დასავლური ქვეყნები უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულების ჩადენაზე პასუხისმგებელი პირების გასამართლების მიზნით სპეციალური ტრიბუნალის შექმნას გეგმავენ. ტრიბუნალის შექმნის იდეის მხარდასაჭერად ათობით ევროპელი ოფიციალური პირი ლვივში შეიკრიბა. მათ სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა რუსეთის ხელისუფლების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ეს ევროპის და მთელი მსოფლიოს მორალური მოვალეობაა. ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, თუ ერთი ომიც კი დაუსჯელი დარჩება, ამას სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი შეერაღებული კონფლიქტი შეიძლება მოჰყვეს. საუკუნეების განმავლობაში ევროპა უგუნურმა და დაუდევარმა ქმედებებმა არაერთხელ შეარყია. გასტეხა კიდეც. ახლა ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში ყველა ჩვენგანისთვის, ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს. ჩვენი ევროპა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამდენს მიაღწია, უნდა გაძლიერდეს, უნდა დადგეს ერთად ყველა ევროპელისთვის. თუ ერთი ომიც კი დაუსჯელი დარჩება, ამას კიდევ უფრო მეტი ომი მოჰყვება. სწორედ ამიტომ დაიწყო პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რადგან წინა ომები დაუსჯელად გადაიტანა, როგორც ბანდიტმა, რომელსაც არასდროს არაფრისთვის პასუხი არ უგია. ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს. დღეს თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, შეიმუშაოთ მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებლობის დაკისრების გზით სამომავლოდ თავიდან აირიდებს ომებს. უნდა შეიქმნას ტრიბუნალი. მოგიწოდებთ, რომ ხარი დაუჭიროთ ამ გადაწყვეტილებას. აგრესიის დანაშაულის გასასამართლებლად შექმნილ ძლიერ ტრიბუნალს ნებისმიერი პოტენციური აგრესორის შეფერხება შეუძლია. ამის გაკეთებას შევძლებთ, თუ ყველა ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ღირებულია, ერთად დადგება, არა მხოლოდ აქ ევროპაში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა სახელმწიფოებშიც. განცხადება გააკეთა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა. მისი თქმით, ევროპის საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებში სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბების და ამოქმედების პროცესი მალე დაიწყება. ჩვენ სტაბილურად უახლოვდებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც რუსეთის იმ მაღალ ჩინოსნებს გაასამართლებს, რომლებიც დანაშაულებრივ ბრძანებებს გასცემდნენ. კოალიციის წევრი ქვეყნები იურიდიულ მხარეზე მუშაობენ. დღეს მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ამ იურიდიული გუნდების მუშაობის დამტკიცების შესახებ და მალე დაიწყება ევროპის საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებში სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბების და ამოქმედების პროცესი. დანაშაულები დაისჯება. უკრაინის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეას მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი კაია კალასიც. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანების უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო დაუსჯელი არავინ დარჩება. უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენის მიზნით გადამწყვეტ ნაბიჯებს ვდგამთ. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ გამოვთქვამთ პოლიტიკურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეის მიმართ. რუსეთის ომის ყველა დეტალი აღბეჭდილია. ჩვენ ინფორმირებულ ეპოქაში ვცხოვრობთ. დაუსჯელობის სივრცე არ არსებობს. რუსეთის აგრესია დაუსჯელი ვერ დარჩება, ამიტომ ტრიბუნალის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია. ამავე შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა ევროკავშირის გეგმაზე გამოყოს 1,900,000 ევრო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის. ეგრეთ წოდებული დანიური მოდელის ფარგლებში მთლიანი თანხიდან დაახლოებით 1 მილიარდი ევრო იარაღის შესაძენად იქნება გამოყენებული. მადლიერები ვართ ევროკავშირისადმი გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გამოყოფილი თანხისთვის. დღეს ასევე უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის შეძენის მიზნით 4 ქვეყანასთან, დანიასთან, ნიდერლანდებთან, საფრანგეთსა და იტალიასთან 1 მილიარდი ევროს ოდენობის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. ველით ამ შეთანხმების სწრაფად განხორციელებას, რათა ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებს აღჭურვილობა უახლოეს თვეებში გადაეცით. სპეციალური ტრიბუნალის გასახსნელად ევროპის საბჭოს 2/3 მხარდაჭერაა საჭირო. სახელმწიფოებს ვეტოს უფლება არ აქვთ, როგორც ევროსაბჭოს სპიკერი აცხადებს. ტრიბუნალის შექმნის თაობაზე პოლიტიკური მხარდაჭერა 38-ზე მეტმა სახელმწიფომ უკვე გამოხატა. ამოქმედების შემდეგ ტრიბუნალი რუსეთის იმ ლიდერების პასუხისმგებაში მიცემაზე დაიწყებს მუშაობას, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელნი უკრაინაში 2022 წელს დაწყებულ სრულმასშტაბიან აგრესიაზე. რუსეთის ხელისუფლება ომის დანაშაულების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.